წარმოიშვა დიქტატურა. სანამ მის თანამედროვე სახეებზე ვისაუბრებდით, უნდა ვიცოდეთ, საიდან მოვიდა ეს ტერმინი. საინტერესოა, რომ სიტყვა დიქტატორი ძველ რომში დაიბადა და თავიდან ის სულაც არ ნიშნავდა ბოროტ მმართველს. რომში დიქტატორს საგანგებო მდგომარეობისას, მაგალითად ომის დროს ირჩევდნენ. მას ეძლეოდა აბსოლუტური ძალაუფლება მხოლოდ 6 თვის ვადით, რათა კრიზისი სწრაფად გადაეჭრა. თუმცა დროთა განმავლობაში ლიდერებმა ამ ძალაუფლების დათმობა აღარ ისურვეს. გარდამტეხი მომენტი იყო იულიუს კეისარი, რომელმაც საკუთარი თავი სამუდამო დიქტატორად გამოაცხადა. სწორედ აქედან იწყება დიქტატურის ისტორია, როგორც მმართველობისა, რომელიც არ დროს ემორჩილება და არც ხალხის ნებას. საუკუნეების მანძილზე ეს ფორმა იხვეწებოდა და საბოლოოდ მე-20 საუკუნეში ყველაზე სასტიკი სახე ტოტალიტარიზმი მიიღო. რა არის დიქტატურა? ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის მმართველობა. ეს არის სისტემა, სადაც კანონს ძალაუფლება კი არ მართავს, არამედ ძალაუფლება ქმნის საკუთარ კანონს. სისტემა, სადაც ინდივიდის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სახელმწიფოს ინტერესი. მარტივად რომ ვთქვათ, დიქტატურა არის რეჟიმი, როდესაც ხელისუფლება ერთი ლიდერის ან ჯგუფის ხელშია მოქცეული. აქ არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია ან სამართლიანი არჩევნები. თუმცა დიქტატურა ყოველთვის ერთნაირი არ არის. ის ძირითადად ორ დიდ ნაწილად იყოფა: ტოტალიტარიზმად და ავტორიტარიზმად. მოდი გავალოთ ზღვარი მათ შორის. ტოტალიტარიზმი. ეს არის კონტროლის პიკი. სახელმწიფო აქ მხოლოდ პოლიტიკას კი არ მართავს, არამედ იჭერება შენს სახლში, შენს ფიქრებში და რწმენაში. ისე დღეს არა მხოლოდ მორჩილებას, არამედ აქტიურ სიყვარულს რეჟიმის მიმართ. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში ან სტალინის დროინდელ ეპოქაში ადამიანს არ ჰქონდა უფლება სახელმწიფო იდეოლოგიისგან განსხვავებულად იაზრონა. ავტორიტარიზმი. აქ მმართველი პირველ რიგში პოლიტიკურ მონოპოლიას ინარჩუნებს. ის კრძალავს თავისუფალ არჩევნებს, თუმცა ტოტალიტარიზმისგან განსხვავებით შეიძლება ნაკლებად ჩაერიოს ეკონომიკაში ან ადამიანების პირად ცხოვრებაში, სანამ ისინი რეჟიმს საფრთხეს არ შეუქმნიან. ეს არის რბილი დიქტატურა, რომელიც ხშირად დემოკრატიის ნიღაბსაც კი ირგებს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დიქტატურა მე-20 საუკუნის შავ-თეთრ კადრებში დარჩა, მაგრამ ეს ასე არ არის. 21 საუკუნეში დიქტატორები ადაპტირდნენ და განვითარდნენ. თანამედროვე ტირანები იყენებენ ტექნოლოგიებს, ციფრულ თვალთვალს და სოციალურ მედიას პროპაგანდისთვის. ისინი ატარებენ ფიქტიურ არჩევნებს, სადაც წინასწარვე ცნობილია გამარჯვებული. დღესაც არსებობენ ქვეყნები, სადაც სიმართლის თქმისთვის ადამიანები იშჯებიან. დიქტატურა ჩვენს გვერდითაა, ის მხოლოდ ფორმას იცვლის. დასასრულს უნდა გვახსოვდეს, რომ დიქტატურა ეს არის გაფრთხილება. ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, რომ ძალაუფლება, რომელიც არ კონტროლდება და არ ნაწილდება, ადრე თუ გვიან ტირანიად იქცევა. ჩვენ ნახეთ, როგორ იცვლის დიქტატურა სახელს ძველი რომის დროებითი მმართველობიდან მე-20 საუკუნის ტოტალიტარულ რეჟიმებამდე და 21 საუკუნის ციფრულ კონტროლამდე. თუმცა მთავარი მაინც ერთი რამ რჩება. ნებისმიერი რეჟიმის ყველაზე დიდი მტერი ყოველთვის არის თავისუფალი, მოაზროვნე და ინფორმირებული ადამიანი. დემოკრატია და თავისუფლება არ არის მოცემულობა, რომელსაც ერთხელ ვიღებ და სამუდამოდ გვრჩება. ეს არის პროცესი, რომელიც ყოველდღიურ ყურადღებას და დაცვას მოითხოვს, რადგან იქ, სადაც კრიტიკული აზრი დუმს, დიქტატურა ყოველთვის პოულობს ადგილს დასაბრუნებლად.